სომალელ მეკობრეთა დაჯგუფებები ინდოეთის ოკეანეში ათობით სამხედრო ხომალდის არსებობის მიუხედავად თავდასხმებს არ ამცირებენ. ამერიკის სამხედრო ფლოტში ამბობენ, რომ სხვადასხვა ტიპისა და ზომის გემები ჩართულები არიან აფრიკის აღმოსავლეთ ნაპირის მეკობრეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. სამხედრო ფლოტი ადენის ყურეში გასასვლელის გახსნას ეცადა. ამან მეკობრეები აიძულა ინდოეთის ოკეანეში უფრო ღრმად გასულიყვნენ, მოზამბიკიდან შორს და ინდოეთთან ახლოს. ადმირალი მარკ ფიცჯერალდი ამერიკის სამხედრო ფლოტს ევროპასა და აფრიკაში მეთაურობს. სივრცე უზარმაზარია, ჩვენ უბრალოდ საკმარისი რესურსი არ გვაქვს, რათა ინდოეთის ოკეანეს სრულად დავფაროთ. ის ფლოტი რომ ყავდეთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ყავდათ, საკმარისი იქნებოდა? ფიქრობ, ეს რესურსიც კი არ გვეყოფოდა. ოკეანის წყნარი დინება მეკობრეებს ინდოეთიდან ათასობით კილომეტრში მოქმედების საშუალებას აძლევს. ადენის ყურე სომალისა და იემენს შორის გემების მიმოსვლისთვის ძალიან საშიშია. ყოველწლიურად ამ წყლებში სუეცის არხის გავლით ინდოეთის ოკეანეში ათასობით გემი დაცურავს. სომალელ მეკობრეებს ახლა 20-მდე გემი აქვთ ხელში ჩაგდებული ეკიპაჟის ასობით წევრით და ისინი გამოსასყიდს ითხოვენ. ადმირალ ფიცჯერალდის თქმით, კომერციულ გემებს ბაქანზე შეერაღებული დაცვა უნდა ჰყავდეთ. ჩემის აზრით, ეს გემები უფრო დაცული უნდა იყოს. ზოგიერთი კომერციული გემი მართლაც კარგად არის დაცული. კომერციული ინდუსტრიის გადასაწყვეტია თუ როგორ მოერიონ ამ პრობლემას. არ ამგონია, რომ ჩვენ მათთვის დაცვის 100%-იანი გარანტიის მიცემა შეგვეძლოს ან გვმართლდეს. ფიცჯერალდის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას მეკობრეობის დასამარცხებელი კამპანიის წამოწყება მართებს. ჩვენ მართლაც გვმართებს გამოვიყენოთ. ფული, ლოჯისტიკა, როგორია მათი გემებით უზრუნველყოფა, საწვავით და უნდა გქონდეს სპეციალური კანონები, რომლის მიხედვითაც მეკობრეებს შევიპყრობთ და მართლმსაჯულების წინაშე წარვადგინოთ. ადმირალი აღნიშნავს, რომ ზოგ ქვეყანაში მეკობრეთა გასამართლება ძნელია. მისი თქმით, ამერიკა ამჯერად მუშაობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც მეკობრეების სამხედრო გემებზე გასამართლება უნდა მოხდეს. აფრიკულ სამხედრო ფლოტს ამერიკელი და სხვა საერთაშორისო სამხედროები დამატებით წვრთნებს ჩაუტარებენ იმაში, თუ როგორ გაატარონ კანონი საკუთარ საზღვაო ფლოტზე. ბევრად იაფი და ეფექტურია, რომ მოკავშირეები ადგილზე გავწვრთნათ იმაში, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ საზღვაო სივრცეში, მათ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში შექმნილ პრობლემებს, ვიდრე ჩვენ ჩამოვიდეთ და შეერაღებულ ბრძოლაში ჩავერთეთ. ფიცჯერალდის თქმით, სომალიში სტაბილური მთავრობის ფორმულირება მომავლის პერსპექტივად არ ისახება, ასე რომ მეკობრეებთან ბრძოლაში საერთაშორისო დახმარება უმნიშვნელოვანესია. თუმცა ადმირალი აღნიშნავს, რომ მხოლოდ საზღვაო პატრულირება პრობლემას ვერ გადაჭრის. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.